გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მოღურის ბაზაზე მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა. დავით სონღულაშვილი მეფუტკრეობის სანაშენე ბაზის ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ შესაძლებლობებს და სანაშენე საქმიანობის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრს მეფუტკრეებმა სფეროში არსებულ გამოწვევებიც გააცნეს და აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს ჩართულობა ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია. მეფუტკრეების ინფორმაციით ამ დროისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ახალი ტკიპების გამოჩენა. მოღურის ბაზა 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, როგორც სამეცნიერო კვლევითი, ისე ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის დაცვა გამრავლების თვალსაზრისით. ძალიან მოხარული ვარ დღეს ბატონ მინისტრს რო შევხვდი, ეს იმედს გვაძლევს იმისას, რომ მეფუტკრეობის საქმე კარგად გაგრძელდება. ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვართ ამჟამად, მოყავს ახალი ტკიპა, რომელსაც ტროპი ქვია, რომელსაც ვუმკლავდებით მეფუტკრეები, გვეხმარება სუსათის ეროვნული სააგენტო, გვეხმარება სოფლის მეურნეობის სამინისტროც პარალელურად და ყველანი ჩვენს გვერდით არიან. თუმცა ჩვენ არ ვიცით მისი ხასიათი, რამაც გამოიწვია ფუტკრის ძალიან ბევრი ფუტკრის დახოცვა, მაგრამ მაინც გამოვძვერით მე მგონი, იმიტომ რომ ყველა ერთად გვეხმარება. მართალია ეს თაბზე არ აისახება, მაგრამ ის რომ ფუტკარი იხოცება, ეს აისახება თაბზე.